განვაგრძოთ ჩვენ შესავალი და გავეცნოთ if-ს. რა არის if-ი? if-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მართოთ პროგრამის ცვლილების პროცესი. მოდი გავაკეთოთ ძალიან მარტივი მაგალითი. ამისთვის შევქმნათ ფაილი if.cpp. და მოდი გავაკეთოთ ახლა ესეთი რამ. შევქმნათ ცვლადი int ტიპის რაიმე i და აი ამ i-ში ჩავწეროთ კლავიატურიდან რაღაც მნიშვნელობა. ამის შემდეგ შევამოწმოთ თუ ეს i მეტი არის 5-ზე, მაშინ დავბეჭდოთ i მეტია 5-ზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დავბეჭდოთ ესეთი რამ. i არ არის მეტი 5-ზე. ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, როგორ მუშაობს ახლა ეს if-ი. თუ კი ეს გამოსახულება, რაც ვიწერია აი ამ ორ ფრჩხილს შორის, სრულდება, მაშინ იმუშავებს აი ეს ბლოკი, პირველი ბლოკი, ამ ფრჩხილიდან ამ ფრჩხილამდე. ხოლო თუ ეს პირობა არ შესრულდა, მაშინ იმუშავებს else ბლოკი და დაიბეჭდება ეს ტრიქონი ამ შემთხვევაში. ეს არის ძალიან მარტივი მაგალითი, თუმცა ამ საფუძვლების გავლა აუცილებელია, რადგან უფრო რთული რაღაცები ვისწავლოთ მომავალში. მოდი ახლა დავაკომპილიროთ ეს კოდი და ვნახოთ როგორ იმუშავებს ჩვენი პროგრამა. აი დაკომპილირდა, გაკეთდა ეს გამშვები ფაილი if.exe და ახლა შეგვიძლია გავუშვათ if.exe. აი ჩაერთო ჩვენი პროგრამა და გველოდება ახლა და უნდა შევიტანოთ რაღაც მნიშვნელობა, მაგალითად შევიტანოთ 10. და აი დაბეჭდა i მეტია 5-ზე, რადგან შესრულდა აი ეს ბლოკი. ანუ ეს პირობა შესრულდა, რაც აქ ეწერა და იმუშავა პირველმა ბლოკმა. გავუშვათ ახლა ახლიდან ჩვენი პროგრამა და შევიტანოთ -8. დაგვიბეჭდა i არ არის მეტი 5-ზე. ჩვენ ასევე შეგვიძლია აქ არა მარტო 1, არამედ უფრო მეტი რამ ჩავწეროთ და უფრო მეტი ტრიქონები დავბეჭდოთ და სხვა რაღაც ოპერაციები შევასრულოთ. თუმცა ამ შემთხვევაში ვინაიდან ჩვენ მხოლოდ 1 ბეჭდა გვაქვს, აი ეს ფრჩხილები შეგვიძლია მოვაშოროთ, ამით არაფერი არ დაშავდება. და ეს ჩვენი პროგრამა მაინც იმუშავებს. მოდი ახლა ახლიდან დავაკომპილიროთ ეს. და გავუშვათ. აი რა თქმა უნდა ჩვეულებრივად მუშაობს ამ შემთხვევაშიც და შედეგი არის იგივე. რაც იყო მაშინ, როდესაც გვეწერა აქ ფრჩხილები.